გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ჩავა და ფერმერებს პირადად შეხვდება. კახელი ფერმერების შეფასებით მინისტრთან პირადად გასაუბრება საგაზაფხულო სამუშაოების დროს განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანი არის. მათი განმარტებით კარგი მოსავლის მისაღება და დარგის განსავითარებლად ხელისუფლების გვერდში დგომა აუცილებელია. Ნამდვილად ეს კარგი წამოწყებაა, თუ ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი ასე ყველა სოფელში და ყველა ხალხის ფერმერის და გლეხის აზრებს გაიზიარებს და გვერდში დაუდგება, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი პირველი საწყისი პრობლემის თუ გინდა გაიგო, გლეხიდან უნდა გაიგო რა პრობლემაა დღეს მიწათმოქმედებაში. იმიტომ რომ ის დღე და ღამე დაკავშირებულია მიწის სუნთქვასთან. მიწის იმის რო იტყვიან ამონასუნთქზეა დამოკიდებული და ამიტომ ეს ყველაფერი უფრო გლეხებმა კარგად იციან, ვიდრე მის 30 და 50 გექტრიანი მფლობელი ფერმერები, იმიტომ რომ იმათი აბარიათ მარტო საორგანიზაციო მხარე. იმიტომ რომ ხალხის ჩაყვანა, მიყვანა, მოყვანა და აი ძირითადად გლეხობისგან და თუ ძალიან გვერდში დაუდგება და მაგას მივესალმებით, იმიტომ თუ რაღაც დახმარებებია, თუ რაღაც შეღავათებია, ყველა კმაყოფილი იქნება და ყველა მიესალმება ამ გადადგმულ ნაბიჯს. ძალიან კარგი იქნება თუ ვიჩამო და ხალხს დაელაპარაკება. ეს კარგი იქნება. აი რა სიკეთეს მოუწას მინისტრის ვიზიტი რეგიონს? თვითონ მაგან იცის ყველაფერი სოფლის მეურნეობისა და შეეკითხება რაც საჭირო იქნება ყველაფერს დაეხმარება. მე ვიცი რომ მაგას კაი კაცია ძალიან. შეწამლა გვინდა ის გვინდა ეს გვინდა და ძალიან დროული დრო არის რომ მოვიდეს და შეხვდეს გლეხებს ნამდვილად კარგია. აუცილებელია. გლეხს ყოველთვის გასაჭირია წამლებს რო ყილობს იმაში ზოგს ყველა სხვა ტრაქტორი არა აქვს, ტრაქტორს თხოვლობენ, ფასი ხდიან ბატონო, არა სხვა რა. მინისტრის ვიზიტი რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონებში? მნიშვნელოვანია კახელი კაცია და გაგვიხარდება ყოველთვის.